პროევროპული აქციების მონაწილე 21 წლის მათე დევიძე კვლავ პატიმრობაში რჩება. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო გალუსტაშვილმა მიიღო. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოიკვლეს. სასამართლოში ჩვენება ორმა მოწმემ ექიმმა და ექსპერტმა მისცეს. ამასთან გადაისინჯა დევიძისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა და ის ძალაში დარჩა. ბრალდების მხარე დევიძის მიმართ შეფარდებული ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის ძალაში დატოვებას ითხოვდა. დაცვის მხარე შუამდგომლობას არ დაეთანხმა. ადვოკატების თქმით, არც ერთი გარემოება, რაზეც ბრალდება აპელირებდა, გასათვალისწინებელი არ იყო და დევიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირა უნდა გამოყენებულიყო. რაც შეეხება სასწრაფო დახმარების დაკითხულ ექიმს, მისი თქმით, პოლიციელს პირველადი დათვალიერება ჩაუტარა, მისივე განმარტებით სამართალდამცავს მხარის არეში სიწითლე ჰქონდა. ვიზუალურად დათვალიერება, წნევის კონტროლი, პულსის კონტროლი, სატურაცია, ეს ყველაფერი ჩავატარეთ და შევხედე, დავათვალიერე ვიზუალურად, რომელსაც ინსპექცია ქვია სამედიცინო ენაზე და დავწერე შესაბამისი ბარათი. ხონდა რამე დაზიანებები ისე? როგორც მიწერია ბარათში, კონკრეტული სიწითლე და ტკივილი. ინექციებზე ვარ მითხრა სხვა. რეალურად საჭიროებდა? ტკივილი ქონდა და ტკივილი გამოყუჩებაზე ვარ მითხრა. ტკივილი გამოყუჩებაზეც ვარ მითხრა. გადაყვანაზეც ვარ. მათე დევიძემ 16 პირს შორის იყო, რომელიც სამართალდამცავებმა ნოემბერში მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე აქციების დროს ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მას სხვებთან ერთად პოლიციელის დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობის ჩადენას ედავებოდნენ. თუმცა 48 საათიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ, როცა ის იზოლატორიდან უნდა გამოეშვათ, მუხლი შეუცვალეს. მათე დევიძეს ბრალის სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.